თავი მეორე. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე მოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და მოწყალება, შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავე ზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანი და ერთაზროვანი. არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით, საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე ნუ კი იზრუნებს, არამედ სხვებზე. რადგან ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც. ის, თუმცა ღვთის ხატება იყო, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას, არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცთა ემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მისცა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი, რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელმა, ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღვთისადიდებლად. ამიტომ ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა ჩემი არ ყოფნის დროს, შიში და რწოლით იღვაწეთ თქვენ სახსნელად. ღმერთი იქმს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით. ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანო, რათა იყოთ უბიწონი და სუფთანი, ღვთის უმანკო შვილები მზაკვარ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა დავიკვეხო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღწოდ. მაგრამ კიდეც რომ ვესხურებოდეთ თქვენი რწმენის მსხვერპლსა და ღვთის მსახურებას, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად. ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. ვიმედოვნებ თქვენ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდეთ თქვენი ამბის შეტყობით. ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. თქვენ გამოცდილი გყავთ იგი, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე ჩემთან ერთად ემსახურებოდა სახარებას. იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე. ჯერა უფლისა, რომ მეც მალე მოვალ თქვენთან. საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტესი, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემი საჭიროებისათვის. რადგანაც ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და ძალიან შეწუხდა, რომ შეიტყეთ მისი ავადმყოფობა. რადგან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დართვოდა. ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავაც გაგეხარათ და მეც მომკლებოდა დარდ. აბა მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მის თანებს. ვინაიდან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემ და მითქვენი სამსახურის დანაკლისი.